მოგესალმებით. ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ არც არაფერს არ ვაწყობთ, არც განვიხილავთ, იმიტომ რომ ბოროტები ვართ. არა, ბოროტები არა ვართ. იმიტომ რომ ის არის, რა ქვია, ამ თვის ბოლო პარასკევია და გათამაშების დროც მოვიდა. ხო. და ამჯერად გვინდა რომ გავათამაშოთ ბურაჯოს წარმოების 1.53 მასშტაბის ლუის ჰემილტონის ბოლიდი. არც მეტი, არც ნაკლები. ხო, 7 გზის ჩემპიონის ლუის ჰემილტონის პირადი კოლექციიდან და მარტო ისეთი ბოლიდი არ არის რა, თან 7 გზის ჩემპიონის ბოლიდია. და თან silver ero არის, ანუ ვერცხლისფერი ის არის და ვინც ფორმულა 1-ის ბულ შემატკივარია იცის. ვერცხლისფერი ის არის, რას ნიშნავს. საღებავს ქვია ესე ამ ბოლიდის საღებავს. ეს არის 2022 წლის ბოლიდი. მოგესალმებით. მოკლედ იმდენი ილაპარაკა გუჯამ რომ ფაქტიურად ყველანაირი შანსები ამომიწურა იმის თავიდან რომ მაგრამ მაინც გამოუნახე არხის გამოწერა არ და მაგას წესებში ვიყავით იმიტომ ვიყავით და ლაიქეთ ხო და 1000 გამომწერზე უკვე იცით რაც მოხდება ხო ეგ მაგას სპეციალურად აღარ ვამბობ მოკლედ ეს არის ვერცხლის ის არის silver ero ხო ვერცხლისფერი ის არის ხო ხო და რატო გადავწყვიტეთ ამის გათამაშება იმიტომ რომ ჩვენ როგორც ჩვენ გვიყვარს ისტორიული ავტომობილები ხო, თან ოფიციალური ლიცენზიით არის Mercedes-ის ლიცენზიით არის. ვინც არიცით, ბურაჯო არის 1974 წლიდან აწარმოებს მანქანებს. კი. სათამაშოებს არა უყურთ. საკოლექციო მოდელებს, ნამდვილ საკოლექციო ერთ-ერთი ძველი ბრენდია. კი. და ჩემი აზრით ჩვენგან ძალიან კარგი საჩუქარი იქნება. კი ბატონო, მაგაში გეთანხმე. და რატო არის, რატო აქ იცი სიმბოლური დატვირთვა რომ ჩვენ ხო ვიძახით რომ ისტორიულ ავტომობილებს ვათამაშოთ. და თან მინდა რომ გამომწერებშიც ეგეთი ცნობიერება იყოს რომ ჩვენგან ისტორიული ავტომობილი წაიღოთ. რა თქმა უნდა. ხო და ლუის ჰამილტონზე და მერსედესზე დიდი ისტორია რა ვიცი. ხო, ნუ თვითზე ჩამოსაცვლელ პილოტებს აქვს, სხვათა შორის ეგეთი წარმატება მიღწეული. ძალიან ტიტულოვანი ხო, როგორც ლუის ჰამილტონს, ამას წინებზე ჩვენ რამოდენიმე პილოტზე ვისაუბრეთ კიდევაც, მათ შორის აგერ ჩემი უსაყვარლესია აირტონ სენა, რომელიც მიხაელ შუმახერი, რომლებიც ლეგენდები იყვნენ და ნიკი ლაუდა და ასე შემდეგ. ნიკი ლაუდას ბოლიც, როდის არ ვიცი, მაგრამ გპირდებით, რომ ცალკე ჩავწერთ მაგ ვიდეოს. იმიტომ რომ 18 მოდელიც ხო განვიხილეთ კიმი რაიკონენის ეგეც ერთ-ერთი ლეგენდა კი ბატონო. და ნუ მოდი შევთანხმდეთ რომ კიმის მაგარია სხვების მაგრები არიან, მაგრამ ლუისმა რო ისტორია დაწერა, თანამედროვეობაში, ხო, თანამედროვეობაში ეგეთი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდი ჩვენი ფორმულა 1-ის კომენტატორის სიტყვებს გავიმეორებ, ეხლა ვინც არიცით ფერარში გადავიდა ლუისი და ძალიან სიტყვები თქვა ბრენდშიო. ბრენდში კი ბატონო. თუ ვინმე მარიცის ფორმულა 1 ლუის ჰემილტონი იცის ყველა. კი ბატონო. ყველა ვიცის ეგ ადამიანი ვინ არის. ხო და აუხსნათ წესები თუ როგორ ვქნათ ეხლა. ხო რავი შეგიძლია წესები ახსნა, ნუ ფაქტია რომ აგერ აი ეს ბოლიდი. ერთ-ერთი ვიღაცის კოლექციაში გახდება. და იმედია რომ სულ გექნებათ. ვისი წესებს აგერ ბატონი გუჯა აგვიხსნის. მე ხა ამას ისევ შევფუთავ, როგორც იყო. ძალიან დიდი ხანი ამშვენებდა ჩემ კოლექციას და ეხლა თქვენთან წამო. ხო, რა უნდა გავაკეთოთ რომ ეს გაწყვეტინებდა სხვათა შორის ჩვენ ამ მოდელის გარდა ესეთი მოდელი არ აქვს. ხო, ესეთი არ აქვს. და გულიდან ვიწყვიტავთ ამ მოდელს სხვათა შორის. ხო, მაგრამ ესე არა საჭირო. ხო. მოდი დავიწყოთ ეხლა წესების ახსნა.
კი ბატონო. წინა ვიდეო გათამაშების თქვენ ნახეთ. ამჯერად კითხვა აღარ იქნება. ორჯერ ქონა მცდელობა იმისი, რომ შეკითხვები დავსვით, ნუ პირველი ვერ გამოიცანით. ხა სიმართლეს რთული იყო. საკმაოდ რთული შეკითხვა იყო. ვისთვის რთული, ვისთვის მარტივი. მათ როგორ ჩემთვის მაგალითად ძალიან მარტივი შეკითხვა იყო, იმიტომ რომ ეხლა შუმახერიც კარგად ვიცი და მით უმეტეს რომ ავიაციაც გიყვარს. ბოლიდი და ავიაცია კიდე ბოლო-ბოლოს ავიაციაში ვსწავლობდი და მანდედან მაინც ვიცი სხვა თუ არა. ხო, არა, ეს გასაგებია, მაგრამ ვინც მარტო ფორმულა 1 იცის და ავიაცია არის ის ვერ დააკავშირებს. არა და ძალიან ბევრი მინიშნება გავაკეთეთ სხვა შორის ამ წინა იმაში. შორტებიც დაიდო. ხო, და შორტებიც გათამაშების დღეს. კი ბატონო, რომ შანსი ქონოდათ რომ გამოეცნოთ. ნუ ახლა წითელი ბარონი არ არის ისეთი რთული ხო და წითელი ბარონი რატო ვინც არიცით შუმახერის ვიდეოს უყურეთ და ხო მან საკმაოდ კარგად არის მაგარი ვიდეო გამოვიდა ხო ხო და იმ ფიტფრენავს კიდე რაც შეეხება ფილმიც კი წითელი ბარონი ქვია ხო ისიც იმ პილოტსაც იმ თვითმფრენავის პილოტსაც წითელი ბარონი ერქვა რა კი ხო და აი მანდედან გამომდინარე მაგითი დავწმუნდით რომ ჩვენ ვიდეოებს ხომ ჩვენი მაყურებლები უმეტესობა ჩვენი მაყურებლებისა ბოლომდე არის ხო და აი ბოლომდე უნდა უყუროთ ხოლმე რა ხო და ეხლა ვინც გაატარებს ამას და ბოლომდე არ უყურებს ესეც ხო და მომდე ეხლა უხსნა წესები კი ბატონო დავიწყოთ ნუ მოკლედ ვიდეო ეს ვიდეო უნდა დაალაიქოთ უნდა გააზიაროთ კი დატოვოთ კომენტარი, მაგრამ სანამ ამას იზამ, ცხოვარი და პირველი წესი არხი უნდა გამოიწეროთ. არხს რო გამოიწერთ, თან გამოწერა უნდა იყოს საჯაროზე. და ეს ვიდეოს რო გავაზიარებთ, არა, Facebook-ზე საჯარო უნდა იყოს გაზიარება, იმიტომ რომ მე გადავამოსმო, ნამდვილად გაქვთ თუ არა გაზიარებული. კი. და ეს კომენტარი ხო დავწერეთ. გათამაშდება რენდომის პრინციპით, ანუ ჩვენ ჩავაგდენთ პროგრამაში ამ ვიდეოს. უფრო მეც გაქვთ შანსი ესე, რომ კი, მოგები შანსი. უბრალოდ კომენტარი უნდა დაწეროთ და რენდომულად, ანუ შემთხვევითობის პრინციპით თვითონ არჩევს პროგრამა კომენტარს. მაგრამ არის ერთი მაგრამ, როცა ეს კომენტარი გამოჩნდება და თქვენ მოიგებთ უნდა დაგვიკავშირდეთ Facebook-ზე, რომლის ლინკიც მითითებულია ყველა ვიდეოს ქვეშ და მე გეტყვით სიტყვას. რომელიც თქვენი კომენტარი მე უნდა გადაკეთდეს, ანუ რედაქტირება გავუკეთოთ და ამ სიტყვას როცა დავინახავ, ანუ ესე გადმოგეცემათ, რომ ნამდვილად დავწმუნდეთ, რომ თქვენ ხართ და ხო, თავარი კიდე ერთი, რომ ერთმა კაცმა 5 კომენტარი დაწერა და ესეთი რაღაცები ფიზიკურად არ ჩაითვლება, იმიტომ რომ პროგრამა გაფილტრავს. კი. და ნუ მოკლედ ესე რომ ვთქვათ რენდომის პრინციპით გათამაშდებოდა. მე მგონი ადვილი წესებია, ხო? ხო, ნუ ახლა რთული რა არის, მან უნდა გამოიწერო არხი და აიქო გააზიარო, კომენტარი დაწეროს. და პროგრამა აგარჩევს. ხო, და პროგრამა აგარჩევს რა. კი. და ეხლა ვინ როგორ მოიგებს და რანაირად ეგ უკვე ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული, თვითონ პროგრამაზე არის დამოკიდებული. და ხო, თავარი რო იცოდეთ, მე რო მოვწერთ რო აი სიტყვაზე მოვიგე, წესებს რო გადავამოწმოთ, რო შესრულებული გაქვთ, მე გადმოგეცემათ. და რო გეტყვით სიტყვას, თუ ვერ გადააკეთეთ ეს კომენტარი, რედაქტირება ვერ გაუკეთეთ და არ გამოჩნდა იქ, ავტომატურად გაბათილდება. კი ბატონო. ხო. ნუ მაგითი მივხვდებით ჩვენ რომ ჩვენი გამომწერი ხართ მაყურებელი და ასე შემდეგ. ხო, დაიმახსოვრეთ, რომ YouTube-ის გამოწერაც საჯაროზე უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ მე დავინახო, რომ ნამდვილად გამოწერილი გაქვთ და Facebook-ზე საჯარო პოსტაც უნდა იყოს ჩვენი ვიდეო, ეს ვიდეო, იმიტომ რომ წესი ესეა რა. ხო. მე მგონი მარტივი წესებია. ხო, ნუ რთული ნამდვილად არაფერი არ არის. დანარჩენი უკვე თქვენზე არის დამოკიდებული. ხო, და ერთ-ერთი თქვენგანი ამ მოლიც მოიგებს რა. კი ბატონო. მე მგონი აი საჩუქარი.
საჩუქარი ნამდვილად კარგი არის კი ბატონო. ხო. თან მით უმეტეს აგერ ახლა მომავალში ახალი წელი მოდის და ჩათვალეთ რომ საახალწლო საჩუქარიც ეს არის რა. ხო, დაახლოებით ეგეთი თემა. მით უმეტეს რომ საახალწლოთაც ბოლო პარასკევს აუცილებლად კიდევ გავათამაშებთ. აი რამეს გავათამაშებთ. ხო. ხო. ეს არის და ეს რა. ხო, ეგ არის. ხო და მოკლედ იმასთან შედარებით დამარტივია, რაც აქამდე იყო. ნუ ის ექსპერიმენტი ჩავატარეთ ესე ვთქვათ. ხო, ნუ არა, ჩვენ ფანტაზიის უნარი კი გვაქვს და აუარება სხვა მასალა გვაქვს. რაღაცას მოვიფიქროთ. რაღაცა შეკითხვა მოვიგონოთ ისეთი, რომ არც თქვენთვის იყოს რთული და თან არც მარტივი და ჩვენთვისაც ხო, ნუ სიტყვაზე ამ ბოლიდზე შეიძლება რაღაცის მომფიქრება, მაგრამ მოდი ესე ვქნათ. ხო, რა, თუნდაც ის რომ რა ქვია ამ მანქანას. არა, უფრო მაგარს მოვიფიქრები, მე არ ვიტყვი მაგ კითხვას. და ხო, ნუ მოდი ახლა დავემშვიდობოთ და არ დაგავიწყდეთ რომ 10000 გამომწერზე მთავარი პროექტი, ერთი რვა მასშტაბის, რომელიც მხოლოდ მარტო ჩემს კოლექციაშია და ყველას გვიყვარს. პირველი ვიდეო დაიდება ჩვენი პროექტის. მოდი ცოტა აზარტი მოუმატოთ და აგერ სულ რაღაც თვე და რაღაც დღეები დარჩა ახალ წლამდე. ნეტაო ალ 7000 გამომწერამდე. ახალ წლამდე? ხო. შეკითხვას აქვს. ერთ თვეში, რავი. თუ შეგვიძლია რომ ავიდეთ? ხო რა. გამომწერებს ანუ ხმაგურები 10000-ზე. 7000 იყოს ხო. ხო. ამ ეტაპზე 6160 გამომწერი. 167. არა 8. 168 გამომწერი ყავს, ხო. ხო. კარგით. წაველოდოთ შემდეგ პარასკევს და შემდეგ პარასკევს ვინც მოიგებს ამ ავტომობილს, მაგას გავასაჯაროებთ. ხო და გადავთეთ მე. კი ბატონო. აბა კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.